არას გვიკარნახებს ჭიქა დღეს, შევხედოთ, მოგესალმებით ძვირფასებო, მადლობა მთელ აუდიტორიას, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ყველანი ძალიან თბილები ხართ და უყვარხართ სალომეას. მოდით ნახოთ. საკუთარი ენერგიის დაცვა უნდა მოხდეს ძვირფასებო, მედიტაცია, ბუნებაში სიარული მაგალითად. მდინარე, ზღვა, შხაპის ქვეშ ენერგიის გათავისუფლება უნდა მოხდეს აუცილებლად, დაგროვებული გაქვთ ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგიები. რა მინდათ გითხრათ, აუცილებლად დისტანცია საჭიროა ადამიანებთან, ვინც მუდმივად კრიტიკას ანჭორებს, ავრცელებს. ნაკლებად ესაუბრეთ ასეთ ხალხს. ძალიან ჩართული ხართ, ემოციურად ჩართული ხართ დაძაბულ რეაქციებში. შეხედეთ, აქ რას ვხედავ. თქვენს პირადში, თქვენს სახლში ვიღაცას არ უშვებთ, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ცდილობს ნეგატიურად შემოსვლას თქვენს სახლში. ამას აქედან ვიღაცა იჭერს თითქოს, ან არ უშვებენ თქვენამდე, მაგრამ მეგობრის სახით შემოდის, აი ამ პატარა ძაღლის მეგობრის სახით შემოდის და თითქოს თქვენს გულს იპარავს. შეხედეთ, ან ეს უკვე მოხდა და მამაკაცზე მოქმედებს, ან მოხდება, ცოტა ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან. კითხვის ნიშანია, შეიძლება ინიციალი იყოს Л-ზე. აი ამ პირის განაცმოდის ძალიან დაძაბული რეაქცია თქვენზე, ან თქვენ გაქვთ მისგან ეს დაძაბულობა. ბევრი დაძაბულობა ჩანს აქ. ასევე მინდა გითხრათ, რომ პოზიტიური ენერგიების განახლება გაქვთ ძვირფასებო, ძალიან კარგი არხი გაიხსნება. არხი გზა, ახალი ენერგეტიკა, შეხვედრები, სავარაუდოდ ფინანსური პოზიტიური ენერგიის არხით შეიძლება იყოს. აი თითქოს რაღაცა რაც წინ არ გიშვებდათ, აი ეს ყველაფერი უკან დაიხევს და ახალი გზა ამოდის. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ არიან 2 ან 3 პიროვნება არის, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს და რომლებსაც აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება. ცდილობს, რომ გაარკვიონ ეს ყველაფერი, თითქოს კონტროლია თქვენზე. უნდათ რაღაცნაირად თქვენს მსგავსად იყვნენ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, მინდა გითხრათ. ვერაფრით ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი კონკურენციის განცდებში არიან. ძალიან ცდილობენ ყველანაირად, აი თქვენსავით გამოიყურებოდნენ, თქვათ, ჩაიცვან, იმოქმედონ, იარონ, მაგრამ არ გამოსდით, აი ძალიან დიდი თვალია. თქვენზე ძალიან დიდი თვალია, აი აქ. გთვალავენ სულ სპეციალურად და პლუს აკონტროლებენ თქვენს ნებისმიერ ნაბიჯს. იცით რა არის, ზოგიერთს უბრალოდ ძალიან აწუხებთ თქვენი პოზიტიური იმიჯი, მეგობრებო. თქვენი იმიჯია ესეთი პოზიტივი ხართ საზოგადოებაში. როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოთ, ხართ პოზიტიური. ეს აწუხებთ პირველ რიგში. 3 ადამიანია თქვენს გარშემო, დადიან მეგობრობის ნიღბებით. ღიად არ გაჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას. თქვენ ამბობთ, აი რატომ არის პროგრესი დაბლოკილი, ხო, თქვენი პროგრესი ცხოვრებისეული. ძალიან დიდი ჩრდილი დგას აქ ძვირფასებო, ჩრდილოვანი ენერგიები მოდის იმ ადამიანებისგან, ვისაც თქვენი შური
ამ ეტაპზე დგას როგორც ბლოკი თქვენს ცხოვრებაში. ეს ენერგია ბლოკავს პროგრესებს, დროებით კი არა, ძალიან დიდი ხნით ბლოკავს. ვერ განგრევენ, მაგრამ პროგრესები ბლოკავენ თქვენს ენერგეტიკას. მიუხედავად ამ ყველაფრის, აქ არის ერთი და მეორე ვარიანტიც, ახალი, ასე ვთქვათ, არხის. შეხედეთ, რა კარგი არხები გაქვთ. სადაც მიჩვენებს, რომ ყველაფრის წინააღმდეგ თქვენ უფრო არ ვიცი, რაღაცნაირად უფრო ძლიერი იარაღით იმუშავებთ, ხო? უფრო გაძლიერდებით. თითქოს ეს ყველაფერი არამედ ანუ რაღაცა პოზიტივს გაძლევს, გაძლიერდებით. ჩანს, რომ ახალ არხზე, ახალ გზაზე გადიხართ. ყველანაირად მოირევით, იმიტომ რომ დისტანციურად ხართ, დისტანციური ენერგიები გაქვთ და ვიტყოდი, რომ ემოციური სიცივეც. გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ თქვენი დაცვა მოდის წყლიდან და ბუნებიდან. განსაკუთრებით ღამის მთვარის ენერგიის ბაზაზე. ეს ყველაფერი აძლიერებს თქვენს დაცვას და ამიტომ აუცილებლად ჩაიტარეთ წმენდები, რომ განთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიებისაგან. მით უმეტეს ახლა მთვარე არის კლებაში. წარმატებებს გისურვებთ.